მოგესალმებით. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. დამდეგს გილოცავთ. ვისაც რიზიკი ჯერათ, ვისაც რიზიკი წააბჭობა, ახალი წელი, რავი. 25-ში ვის ზეიმობდით, ხო? ვინც ჩვიდში აპირებთ ზეიმობას. ახალი წელი, ახალი წელია. ზოგს შეიძლება გვიხარია, ზოგს შეიძლება არ გვიხარია, ზოგისთვის მკევნეული თემა იყოს, შეიძლება ახალი წლის პერიოდი, ზოგისთვის პირიქით რაღაც ჯადოსნურთან იყოს ასოცირებული. თუმცა ფაქტია, რომ რაღაცა კონკრეტული კომბინაციისკენ მივდივართ და უნდა დაიწყოს რაღაცა ახალი ათვლა ახლიდან. ყველა ადამიანს მაინც ინდივიდუალური აქვს ეს განცდა, ამიტომაც ამაში ბოლომდე არ ჩავერავი. უბრალოდ ყველას გისურვებთ იმ რეალობის შექმნას, რომელიც წარმოგიდგენიათ და რომელიც გინდათ რომ გქონდეთ და გისურვებთ მიზანმიმართულობას და იმ რაღაცების შექმნას ცხოვრებაში, ხო? რისთვისაც არ მინდა გამოვიყენო სიტყვა იბრძვით, იმიტომ რომ ბრძოლა არ სჭირდება რაღაცას, უბრალოდ გააქვს და გეძლევათ სამყაროსგან. უბრალოდ ამას უნდა მაგლიერება და უნდა მიღება და უნდა გააზრება იმის თუ რეალურად რაღაცას როცა გაძლევს სამყარო, ეს რამდენად შენია და ყველაფერი რასაც გაძლევს ხელი არ უნდა მოკიდო, ხო, არ არის აუცილებელი ყველაფერი მიიღო, უბრალოდ ეუბნები სამყაროს ის რომ ეს არ მინდა, მოდი, იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი არსებობს აბსოლუტურად და შენ რაც გინდა, იმას იღებ, რაც არ გინდა, ტოვებ უბრალოდ სხვისთვის, ხო? მარტივესია ეს ფორმა, უბრალოდ სამყარო მიცის მერე უკვე შენ რა მოგწონს, რა გინდა და რა თქმა უნდა ის რაღაცეები ჩდება შენ ცხოვრებაში, რასაც დანახმახარ, ხო? კი ბატონო, დღევანდელი გაშლა, რაზეც მინდა რომ იყოს, ეს არის 2025 წელი მოდის უკვე ხალხო, 2025 წელი. ეს უკვე რაც ქრისტეშობიდან ვითვლით, ხო? თორე რო წარმოიდგინოთ რამდენი ხანი ადამიანები არსებობენ. მაგრამ მაგაზე არ ჩავხმავდეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში საზოგადოებები ყალიბდება, რაღაცა ისე, ანუ ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, რწმენა, ზოგჯერ რაღაცა არის პრიორიტეტი, ზოგჯერ რაღაცა არის პრიორიტეტი, ეპოქალური მომენტებს გულისხმობ, თუმცა რაც დრო გადის, მე უფრო ინდივიდუალურ დონეზე დავდივართ ადამიანები განცდაზე, გამოცდილებაზე და გამოხატვაზე, ხო? და რაღაცნაირად გვიჩნდება უფრო მეტი სურვილი იმის, რომ საკუთარი თავი უფრო კარგად გვესმოდეს და გვესმოდეს რეალურად იმას, რასაც ვაკეთებთ, ეს ნამდვილად ჩვენია და ჩვენ გვინდა რომ ვაკეთოთ ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ უბრალოდ 100 არის მიღებული და 100 არის საჭირო. მაგრამ ზოგჯერ არის ესეთი რაღაცები, რომ ადამიანებმა შეიძლება ვაკეთოთ ისეთი რაღაცა, რაც 100-ია საჭირო, რაც მიღებულია საზოგადოებრივ, მაგრამ ეს ჩვენი სულის ნაწილი იყოს და ჩვენი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მიზანი იყოს და მიზეზი თუ რატომაც ვართ, ხო, ამ სამყაროში. არიან ადამიანები, რომლებსაც არ მიაჩნია საჭირო საერთოდ, რომ გარკვეული ქონდეთ და იცოდნენ რაღაცა რა არის ჩემი მიზანი, სულ არ აინტერესებს, უბრალოდ არსებობს. ესეც ძალიან მარტივი მოცემულობაა, არანაირი პრობლემა არ არის ამაში. უბრალოდ ეს ახალი ადამიანები, ვინც ჩნდებით ჩემ არხზე, ხო? ვინც პირველად ვხედავთ, თორნი გამქვია. ხო, რეალურად აქ ამ არხზე რასაც ვცდილობ, არის შექმნაც მინდა და რა გარემო შექმნაც მინდა და რა ჯგუფის, ასე ვთქვათ, community რაც არის, ხო? ეს რაღაცა ხალხის ერთობა. უბრალოდ ისეთი ადამიანების მოზიდვა მინდა და ისეთი ადამიანებთან კომუნიკაცია, რომელსაც რაღაცნაირად აქვს გააზრებული, რომ არსებობს ადამიანზე უფრო აღმატებული რაღაც, მაგრამ ამავდროულად ის მომენტი, რომ ადამიანი არ კარგავს არანაირად ძალაუფლებას და ადამიანის გონება არ კარგავს იმ ძალას, რომ ის რეალობა, რაც მას უნდა, თავისუფლად შეუძლია რომ შექმნას, ხო?
ანუ რეალურად манифестირებას როდესაც ვამბობთ, ხო, ერთი ადამიანი იყო, ვისაც თანაც ვლაპარაკობდი ხოლმე ამაზე და რაღაც ძალიან ისე მიტევდა. და მეთქი ანუ ხო მე რო ფიქრობდი მეთქი მე ხო არა ხუქამ ამას შემოტევად, მაგრამ არა, ანუ ადამიანი ცდილობდა რომ დაამტკიცებინა რომ თვითონ იყო უპირატესი და უფრო კარგად ესმოდა რაღაცეები და ეს სიტყვა манифестირებას როდესაც ამბობ რაღაცა ძალიან ის არის სპეციფიური სიტყვა და ამით ხალხს იზიდავდა რაღაც არა, ანუ კი, სპეციფიური სიტყვაა და რაღაც კონკრეტულს ნიშნავს, მაგრამ ყველა ადამიანს თავისებურად ესმის, ხო? ანუ მე რომ манифестირებას გულისხმობ, ანუ манифестირება არის რაღაცის გამოხატვა რეალობაში, ანუ რეალობაში როდესაც ხედავ იმის შენ კონკრეტულ წარმოდგენას, წარმოსახვას, იდეას, რაც გააქვს ადამიანს, ხო? ეხლა манифестირებას როდესაც ვამბობთ, ხო, ადამიანის манифестირება თუნდაც, ხო? ვიღაცა ადამიანი გვინდა რომ ჩვენს ცხოვრებაში იყოს, ანუ ის ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში რომ გამოჩნდეს, იმ ადამიანისთვის ადგილი უნდა დავტოვოთ, ხო? ის კონკრეტული ადგილი, სადაც ის ადამიანი მარტივად დაიკავებს თავის ადგილს, ხო, რა მარტივად დაეტევა. ანუ ეხლა შენ თუ ახალი ადამიანის манифестირება გინდა და შენ ცხოვრებას ისი ალაგებ და ისი აკეთებ რაღაცებს, რომ ანუ როგორ თქვა, იმ კუთხით უდგები და იმ წარმოდგენებით, ვაი ესე და ანუ აკეთებ, შეიძლება სულაც არაფერს არ აკეთებ, უბრალოდ ზიხარ და ელოდები. რა თქმა უნდა, ვიღაცები გამოჩნდებიან, რა თქმა უნდა, ის, მაგრამ თუ დააკვირდები, ზოგჯერ სუერთნაირი ადამიანები ჩნდებიან. რატო? იმიტომ რომ რეალურად შენ არაფერს არ ცვლი. ანუ აკეთებ რაღაცას, გაიცნობ ადამიანს, ის ადამიანი შეიძლება ძალიან რაც მოგეწონოს და მე იმ ადამიანთან რაც გაიზარდო, ძალიან მარტივია, მაგრამ შეიძლება შეგვდეს ეს ადამიანი, რომელიც არ აღმოჩნდეს შენი და მე შენ გული გტკევა და იმედი გიწრუდება, რომ ეს ჩემი ადამიანი არ ჩდება. ანუ რეალურად შენ იმ სიხშირეში და იმ სივრცეში არ ხარ და იმ კონკრეტულ ტალღაზე არ ხარ, სადაც ის ადამიანი შენ ვინც გინდა შეგხვდება, ხო? უბრალოდ უნდა შეცვალო შენი ქმედებები, შენი აზროვნება რაღაცა კონკრეტული კუთხით და უნდა მიმართო ისეთი რაღაცეებისკენ. შენი ქმედებები, სადაც შენ თავს გააზრდი და მოამზადებ იმისთვის, რომ იყო იმ ადამიანისთვის მზად, ვისაც შენ იხმობ, ხო? ძალიან მარტივია манифестირება სჭირდება შუაგზაში უნდა შეხვდე იმ შენ კონკრეტულ სურვილს, რაც გინდა, ხო? როგორ წარმოიდგინე, ისე ის ცხოვრება, რაც შენ გინდა, რეალურად იმ ცხოვრებასაც უნდა შენ არსებობდე, ხო? ეგეთი ის საფრთხე სოციოლებს, რომ შენ რაც გინდა, იმასაც უნდა ხარ. ანუ შენ რო გინდა ვიღაცა ადამიანი, წარმოიდგინე ის ადამიანი შენსავით ზუსტად გეძებს, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მარტივია და შენსავით ადამიანის გადის ცხოვრებაში ისეთ რაღაცებს, რაც მტკივნეულია, რაც იმედგაცრუებას იწვევს, რაც ადამიანს კეტავს ბუსუ. ხო, ყველაფერს ორი მხარე აქვს, მხარეზე მეტი შეიძლება გქონდეს, გააჩნია ვინ უყურებს და ვინ აღწერს სიტუაციას, ხო, და ვინ არის დამკვირვებელი და ვინ არის მოქმედი, ასე ვთქვათ, იმ სიტუაციაში და იმ ამბებში. უბრალოდ რატომ მიგრძელდება ახლა ამდენი ხანი ეს საუბარი და რატო იმაშვები, ხო? ზოგადად ერთი რაღაცა მინდა რომ კარგად გესმოდეთ, ვინც ჩემთან ხართ ამ არხზე და უსმენთ ამ რაღაცებს, ეს არის მომავალ ადამიანებო, ეს არის უბრალოდ ენერგიის საკითხვა, ზოგადი ენერგიის საკითხვა, რომელთანაც თუ ასე თუ ისე ახლოს გრძნობ თავს და გრძნობ, რომ თითქოს ამ ენერგიას ატარებს შენ შიგნიდან, კარტი აჩვენებს უბრალოდ სავარაუდო შედეგებს, თუ როგორ შეიძლება манифестირდეს ის ყველაფერი, რასაც შენ ახლა გადიხარ. ხო, რამე თუ არ მოგწონს, შეგიძლია თავისუფლად შეცვალო ქმედება. ძალიან მარტივია. ძალიან. უბრალოდ ესე თითის დადგაცუნებით არ იცვლება რაღაცეები, დრო დასჭირდება. ენერგიის გადამუშავებას დრო დასჭირდება. ხო, ენერგიის манипуляცია ესე ერთპაშად რომ ვიღაცას უცებ შეეძლოს, ამას დავინახავდით, შეგრძნებადი იქნებოდა, რა ვიცი, ზოგი ელვას ისროდა, ზოგი წყალს მესწროდა, ზოგი ცეცხლს აამოძრავებდა, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ცეცხლის შექმნა შეგიძლია, ხო? ჩვეულებრივად უნდა გააკეთო რაღაცა კონკრეტული ქმედება, მოძრაობა, უნდა წაუკიდო ასანსს, ისიც ვიღაცა ადამიანმა შექმნა, რაღაცა კონკრეტული წარმოიდგინა, თავისი ენერგია გადაამუშავა და манифестირება მოახდინა, თუნდაც ასანთის, ხო? ანუ ყველაფერს ესე რომ შევხედოთ და უბრალოდ ადამიანის თვის ძალიან მარტივ გასაგებენაზე რომ დავიყვანოთ, ხო? ანუ ნებისმიერი რამე რასაც აკეთებ, თავისი შედეგი მოყვება, უბრალოდ რაღაცეებს სჭირდება დრო.
საუბარი არის ერთადერთი, ვისაც აქვს უნარი საუბრის, რა თქმა უნდა, ლაპარაკის უბრალოდ ლაპარაკი არის ერთ-ერთი ის, რაც პირდაპირ ჩანს, ხო? ანუ სიტყვა ხმას რო ვიღებ, პირდაპირ ვამბობ იმასაც ვფიქრობ, ხო? ძალიან მარტივია, მაგრამ არის ადამიანები, რომელსაც ამაგათაც კი ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ მალავენ რაღაცებს საკუთარ თავში. მოკლედ ძალიან ბევრს ვაშვები. ხო, ვისაც მოსმენა უნდა მოისმენს, ვისაც არადაპირდაპირ გადაახვევს იმ დასტის არჩევანზე, მაგრამ ხო, რას ვაპირებ ხარ ის რისი გაკეთება მინდა ამ გაშლაში, ხო? მინდა დავაკვირდე 2025 წელს ვინ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება უკვე ყავს პარტნიორი, ხო? ამას არ აქვს მნიშვნელობა. პარტნიორს არ ვეძებ, მე სასიყვარულო, რომანტიკულ ინტერესს არ ვეძებ კონკრეტულად თქვენთვის. ეხლა ამ დასტაში როგორია, ვინ არის და როდის გამოჩნდება, ამას არ ვაკვირდები. ამ გაშლაში მე ვაკვირდები ისეთ კავშირებს და ისეთ კომუნიკაციებს, რომელიც შენს გარემოს შეცვლის და გაზრდის. ხო, ეს ადამიანები რა თქმა უნდა შენი მოზიდულები არიან და შენი გამოხმობილები არიან, ანუ შენ მოიხმე, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები უბრალოდ როგორი ადამიანები არიან და რას გიცვლიან კონკრეტულად, რას სწავლობ, ახალ სწავლობ რამეს თუ უკვე ნასწავლს იყენებ იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული შეცვალო შენს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში ვიდეო სათაური იქნება ასეთი, ვინ მოდის შენს ცხოვრებაში, ვინც შეცვლის გარემოს სივრცეს, დაახლოებით რაღაც ეგეთ სათაურს გავუკეთებ და ხო, დავაკვირდები უშუალოდ აი მნიშვნელოვან მოვლენებს. დაახლოებით პერიოდიზაციაზეც შეიძლება მოხდეს, ანუ რა თქმა უნდა თქვენი ცხოვრების განმავლობაში მარტო ეს ერთი დეტალი არ მოხდება და უამრავი რაღაცა შეიძლება მოხდეს 2025 წელს, ხო? უბრალოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა რომ ამოვიღოთ, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ, ან შევემზადოთ, ხო? ან ის რაღაცა, რასაც ჩვენ მოვისმენთ, აქ და თუ მოგვეწონება, აი მისი მანიფესტირება რომ მოხდეს და უფრო მალე მოხდეს, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქამდე მართლა მივიდეთ, ხო, იმ რაღაცამდე. იმიტომ რომ ეს მაინც რომ გავითვალისწინოთ, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას, რომ გავითვალისწინოთ ეს ენერგია, ეხლა მე რასაც წავიკითხავ, ენერგიები მოძრაობს, ენერგიები მოდის, რაღაცა ენერგიები, რომელსაც მოვისმენთ, რაღაცა ენერგიები, რომელსაც ვიტყვით, რომ იცი რა, მე ეს არ მინდა, მოდი, კარგად, ხო? ანუ გაშლაშიც შეუულებრივად რომ მოისმენთ რაღაცას, რამე თუ არ მოგეწონება, შეგიძლიათ თქვა, იცი რა, მე ეს არ მინდა. და იქ იმ გაშლაში ძალიან მარტივად დავაკვირდები რა შედეგებმა შეიძლება მიგიყვანა მადამდე და იმ რაღაცას აღარ გააკეთებ მე, ხო? ძალიან მარტივია. ყოველი შემთხვევისთვის უბრალოდ დავიწყოთ. პირველი დასტა, მეორე და მესამე. მიზანი ვიცით. რაც გვინდა, რაც გვაინტერესებს ამ გაშლით და დავაკვირდეთ. მოგესალმებით, დასტა ნომერი პირველი, ვინც აერჩიეთ, იმ ადამიანებს მივესალმები. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გაქვთ. თუ შესავალს მოусმინეთ, რა გაიგეთ, მითხარით კომენტარში და მიწერეთ, იმიტომ რომ ზოგჯერ ის ვლაპარაკობ ხოლმე მეტად არ მესმის, რას ვაბობ, მაგრამ ეგ არ უშავს. გაშლის მომენტში მეტად ზოგჯერ არც კი მახსოვს ხოლმე რას შვი, რას ვლაპარაკობ. და მე რა კომენტარებთ ხოლმე რაღაცებს, ანუ მე რო ვფიქრობ, რომ ეს მე ვთქვი. ზოგჯერ ეგეც ვაფიქრებს ხოლმე, მაგრამ ნუ რას ვიზამ, ყოველ შემთხვევისთვის მიზანი ვიცით რაც არის, ხმადელი გაშლის, ეს არის 2025 წელს მნიშვნელოვანი ადამიანი. შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს სასიყვარულო პარტნიორი, ხო? შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორი, შეიძლება ოჯახის ახალი წევრი, შეიძლება გებატოთ, ხო? უბრალოდ დავაკვირდებით, რა გავლენას მოახდენს ამ ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, რამე კონკრეტულს თუ შეცვლის, რამეს გასწავლის ახალს ეს ადამიანი, ხო? და ზოგადად რა გარემოცვაში, რა გარემოებაში გამოჩნდება შეიძლება ეს ადამიანი, ამასაც დავაკვირდეთ. მოკლედ რითი არის მნიშვნელოვანი ეს ადამიანი, ამ ადამიანის გამოჩენა. შეიძლება ტკივნეული გამოცდილებაც იყოს რაიმე, მაგრამ საჭირო გამოცდილება იმისთვის, რომ შენ გადავახო და გაიარო რაღაცა კონკრეტული
ტრიგერი ანუ გამაღიზიანებელი ფაქტორი რაც გაქვს ხო შეიძლება ისეთი ადამიანი უნდა შეხვდეს ვისაც ვერიდან და ანუ ეგეთ ადამიანებს ვერიდან ამბობდა შეხვდე და რაღაცნაირად თავიდან გქონდეს ეს წინასწარი შეგრძნება რომ აი ვერ ვიტანეს ეს ადამიანებს და უცებ მერე მოგიწიოს რომ ახლო კონტაქტი გქონდეს და მერე გაეცნო კარგად და მერე მიხვდე რომ არანაირი პრობლემა არ არის ათიდან ადამიანში აშკარად შენშია რაღაცა პრობლემა თუ რატომ ვერიდან ეგეთ ტიპაჟ ადამიანებს და რაღაცა ანუ მოგიწიოს გადააფასო შენი შეხედულება ხო რაღაცაზე და ამითი გაიზარდო ნუ მოდი ნახოთ მაინც პირველ რიგში ეს ადამიანი ვინც გამოჩნდება რას გასწავლის ის ადამიანი ვინც გამოჩნდება რას გასწავლის friendship მეგობრობა მომწონს ძალიან მეგობრული ენერგია and doubt the HV I release the need to know all the answers and უბრალოდ ვუშვებ იმ კონკრეტულ აუცილებლობას რომ ყველაფერზე პასუხი უნდა მქონდეს and friendship I understand that a friend is in my life for a reason მოკლედ სიტუაცია როგორია და რა ხდება ხო ენერგიას რა დავაკვირდე ეს ადამიანი ვინ ჩვენთან შემოდის მომავალში ვინ შემოდის ამ ადამიანთან ურთიერთობაში როგორ ვთქვა იცი ანუ ყოველგვარი unconditional ან უპირობო კავშირი გაქვს ადამიანთან რომელიც არ ითხოვს რომ რაიმე კონკრეტული გაუკეთო რაღაცის სანაცვლოდ ეს ადამიანი უბრალოდ გეხმარება და ეს ადამიანი რაღაცა კონკრეტული მიზეზით ჩნდება ხო ეს ადამიანი შეიძლება ჩნდება ისეთ მომენტში შენ ცხოვრებაში როდესაც შენ გაქვს ეს რაღაცა გამუდმებითი გამალებული შფოთვითი მომენტი რაღაცა სიტუაციაზე რომ გინდა რომ იცოდე და სიტუაცია ისეთი იყოს სადაც ანუ პასუხი არ გაქვს რაღაც გარემოცვაში ხარ და უცებ ჩნდება ადამიანი რომელიც ანუ პასუხს შეიძლება არ გაძლევდეს ესე უშუალოდ რაღაცა რაც გაინტერესებს პასუხს არ გაძლევდეს უბრალოდ გამოჩნდეს იმისთვის რომ ის პერიოდი შენ შეძლო და გაუშვა ეგ საჭიროება და ამ ადამიანმა შეძლოს შენ ყურადღება გადაგატანინოს რაღაციდან ან ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობაში გქონდეს აი ეს რაღაცა მომენტი ახალ ადამიანებს ვერ ეცნობოდე რაღაცნაირად შეიძლება მორცხვი იყო ან უბრალოდ არ ენდობი ადამიანებს ან არ იცი ადამიანთან კონტაქტს რომ დაიწყებ რა შეიძლება მოხდეს იქ და ზოგადად ეგ უნდა იცოდე რომ იქ მოხდება ის რაც შენ გინდა რომ მოხდეს ეს ზოგადად არსებობს ნებისმიერ ადამიანთან შენ შეგიძლია ცადო ის რაც გინდა რომ ცადო მთავარია შენი მიზანი იყოს გულწრფელი და იყოს სუფთა ასე ვთქვათ და ნათელი ენერგია ის ადამიანი აყვება თუ არა მაგ ენერგიას გადაამუშავებს თუ არა და რასაც გასცემს დაგებრუნებს თუ არა ეს სხვა რამეა მაგრამ ადამიანი ჩნდება შენ ცხოვრებაში რომელიც შეიძლება გასწავლიტეს ზუსტად მაგას რომ რასაც გასცემ უკან გიბრუნდება და სრულად ახალ ადამიანთან ხდებოდეს ეს და შეიძლება უცნაური იყოს ანუ შეიძლება მეგობრები ყავდა ისეთი აი ნუ გიწევდა რომ გემეგობრა იმიტომ რომ ნუ კლასელი იყო იმიტომ რომ რადესავია ხო ხდები იმიტომ რომ სტუდენტია ანუ კურსელია შენი ხო და ისეთ ასაკში ხარ უკვე რომ ეს ახალი ნაცნობობა ახალი ადამიანის გაცნობა ცოტა გირთულდება და უბრალოდ აი ძალიან შორეული ნაცნობობები გაქვს რა კოლეგასთან იმასთან ამასთან მაგრამ ეს ამ ადამიანთან არ გაქვს რაიმე კონკრეტული ისეთი კავშირი რომელიც მეუბნება რომ გიწევს ამ ადამიანთან ხშირი კონტაქტი რა არა ეს არის უბრალოდ აი რასაც ქვია თქვენი არჩევანი იმის რომ კომუნიკაცია გქონდეთ და კონტაქტი გქონდეთ ანუ მეგობრობით შეიძლება იწყება ეს ყველაფერი და პირველ რიგში რასაც გასწავლის ეს არის ადამიანების მიმართ ნდობის დაბრუნება და მეგობრობა ადამიანთან ამას გასწავლიდეთ ის გასწავლიდეთ რომ გებრუნებდეს ხო ამ შეგრძნებას ნახოთ ტაროს კარტი რას იტყვის ამ ენერგიაზე ბატონო მაქვს რიანი თასები მაქვს 4-იანი მონეტები
მაქვს Queen of Cups თასების დედოფალი. ხო, ეხლა ნახე ეს ენერგია მე რასაც მეუბნება, როგორ ახსნა? იცით როგორ დროს ჩდება ეს ადამიანი, როდესაც იმ გააზრებამდე მიდიხარ, რომ რაღაცა უკვე სრულიად ზედმეტია, რაღაცაზე ფიქრი უკვე სრულიად ზედმეტია, რაღაცაზე ჩაბღაუჭება სრულიად ზედმეტია, რაღაცა აზრზე ჩაბღაუჭება სრულიად ზედმეტია რა. შეიძლება ჯერ კიდე იმაზე ფიქრობდე, შეიძლება ფიქრობდე ადამიანზე, რომელთანაც არაფერი არ გამოვიდა და ჯერ კიდე გქონდეს ის მომენტი გონებაში, რომ ჯერ კიდე ელაპარაკებოდი ამ ადამიანს, ეჭვებოდე, ეკამათებოდე, არგუმენტები გქონდეს, რომ შენ რო ესე მოქცეულიყავი, შენ რო ესე გაგეკეთებინა, ან გქონდეს ის მომენტი, რომ ცდილობ რომ დაივიწყო ადამიანი და ელაპარაკები, რომ იცი რა შენ ესე არ ქენი და მოდი აღარ გვინდა და ანუ რაღაც ძალიან საკუთარ თავში ხარ ჩარეული, მაგრამ ამავდროულად ცდილობ ემოცია და გრძნობა, მზრუნველობა რაც გაქვს, ეს შენ თავს დაახმარო, ანუ მოახმარო, დაახარჯო. და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი ადამიანებთან ემოციური კავშირი არ გააბადა, ანუ ცოტა უჭერ ენერგიას. ცოტაში მოტავ. ცოტაში მოტავ ენერგიას. ანუ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად არ დახარჯო ადამიანებთან, იმიტომ რომ არ იცი რამდენად გიღირს იმ ადამიანთან. ხო ხდები, ანუ რაღაცა წინასწარ აფასებ ადამიანი გიღირს თუ არ გიღირს და ეს ადამიანი ჩდება ისე და ისეთ მომენტში და ისე იმუშება, რომ აი შენ თავს ეუბნები, რომ კაი მოდი ვცადოთ. ცადოთ ადამიანს გავეცნოთ, ცადოთ ადამიანს გული გადავუხსნათ, ხო? რა გამოვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს მეგობრობა იქნება მარტო რამეში გადაიზრდება მერე, ხო? ძალიან მარტივია, ანუ ის გაითვალისწინეთ, რომ ვინც მოგეწონება, არ არის აუცილებელი ყველას მოეწონე და პირიქით ესე იგივენაირად არის მოსწონხარ, არ არის აუცილებელი შენც მოგწონდეს, ხო? უბრალოდ რომ გაეცნო, გაერკვე რაღაცნაირად ენერგია დამხმარე, მეგობარი ვინ არის ხო დამხმარე ენერგია, რომელიც შენთან ერთად გადის იმ რაღაცას, რასაც შენ გადიხარ, შეიძლება კონკრეტულად შენი გონებით და შენი თავით არ გადის, მაგრამ მეგობარი არის და მიდიხარ და უყვები, რომ ესე მოხდა და ესე ვიგძენი და ესე ვიფიქრე და ესე ვაპირებ და მეგობარი გისმენს და იღებს თავიდან ბოლომდე ამ შენს მოყოლილს, ნათქვამს, ხვდება, რასაც ამბობ, იაზრებს და თუ გამოვლილი აქვს მასაც გავსი რაღაცა გეუბნება რომ მესმის და ეს ხომას ხო არის ამდი ამას ხო არ შეცვლიდი, ხო? მაგრამ არ გეუბნება რა, აუცილებლად ესე უნდა ქნა, არა, ანუ თუ გინდა გენი, თუ გინდა ნუ იზა, ანუ მე მაინც აქ ვარ, ხო, არ გაგიკითხავ რაღაცა, ანუ რაც გინდა გენი, ხო, ძალიან მარტივია. ნახოთ. კი ბატონო. მომწონს. Queen of Pentacles, Ten of Pentacles. მონეტების დედოფალი, 10-იანი მონეტები, ჩამოკიდებული კაცი. შეიძლება თევზები იყოს ზოდიაქოთი. შენ ან ეს ადამიანი ვის გამოჩნდება, ეგ ადამიანი იყოს თევზები, ზოდიაქოთი, ან მიწისტიქია შეიძლება იყოს, კურო, თხის რქა, კაცული. ეხლა ნახე. რატომ მომწონს ეს ენერგია? მიუხედავად შენი ემოციების გამორკვევა და გახსნა ისევ და გათავისუფლება იმისკენ, რომ რაღაცნაირად ისე უმზრუნველი და ემოციური გახდი ადამიანების მიმართ და მოსიყვარულე, ასე ვთქვათ. ამავდროულად ამ ადამიანთან ურთიერთობა შენ რას გასწავლის, იცი, რომ ზედმეტად მზრუნველი, ნახე, შენ გემართებოდა ეგზე, ან ძალიან ზედმეტად მზრუნველი ხარ, ხოლმე პერიოდები გაქვს, ან ძალიან ზედმეტად გამცემი ხარ ენერგიის, ემოციის, ან საერთოდ არ გასცემ. ეს ადამიანი გასწავლის ბალანსირებას და ეს ადამიანი გასწავლის იმას, რომ ანუ რო გემეგობრება, იმიტომ კი არ გემეგობრება, რომ შენგან აუცილებლად ეს რაღაცა ისეთი ყვავილო ისინი უნდა მოისმინოს და მე როგორი კარგია და ეს ანუ ეს არ სჭირდება. ეს ადამიანი უბრალოდ გემეგობრება და ამ ადამიანს ესმის, როცა შენ რაღაცა კონკრეტული ბოდიში კონკრეტული პერიოდი გაქვს, რომ
ფოკუსირებას აკეთებ საკუთარ თავზე და ასე შემდეგ, ხო? ძალიან მარტივად იღებს. შეიძლება საკუთარ თავზე არ ზრუნავ ხოლმე მარტო იმიტომ, რომ გგონია, რომ შენ თუ სხვებთან კონტაქტი არ გააგრძელე და კომუნიკაცია არ გააგრძელე, ის ადამიანები მე დაგივიწყებენ, იმ ადამიანებს მე არ აინტერესებს ცხადხარ, როგორ ხარ, ვინ ხარ, ხო? ანუ ასე ვთქვათ, გათავისუფლებს აი ამ მიჯაჭვულობებისგან და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც აქამდე ხელს გიშლიდა იმაში, რომ საკუთარ თავზე გეფიქრა და გეზრუნა. მიხდი? ანუ რეალურად ეხა მივხვდი, რეალურად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომ და ზოგადად შენთან რომ მოდიოდნენ ხოლმე შენ გეკითხებოდნენ სურჩევებს, ეხა გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვისთანაც შენ შეგიძლია რომ მიხვიდე და მოუყვე რაღაცები და რჩევა კითხო, მიხდი? ანუ შენ შეგიძლია ყავდეს ის ადამიანი, ვისთანაც შეგიძლია ეს ყველაფერი ეს თუ შენამდე მოდიან და შენთან ყვებიან და შენ იმას გიშვებიან, ანუ გელაპარაკებიან, გეკითხებიან რაღაცა ის ასე შემდეგ და პასუხებს ეძებენ შენთან, ეხლა შენ გეყოლება ადამიანებსაც მოხდა პასუხები ექნება. ან პირიქით, შეიძლება პირიქით შეცვალო ხო? ანუ შეიძლება შენ იყავის ადამიანი, ვისთანაც სხვებთან მიდიო და პასუხებზე და რაღაცაებზე და ეხლა გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შენთან მოდის და შენ გაქვს ესეთი გამოცდილება მიღებული ცხოვრებიდან და ისეთი რაღაცა, რომ შენ შეგიძლია უკვე პასუხი გასცე სხვა ადამიანებს და ამ ადამიანს პასუხი გასცე და ამ ადამიანს დაეხმარო იმაში, რომ რაღაცა კონკრეტული გაიაროს. მოკლედ ჩდება ადამიანი ისეთი, ვინც გვერდში დაგიდგება რა და აი ამ გვერდში დგომას არ მოყვება შინაგანი განცდა და შიში იმის, რომ იმიტომ ხო არ მეხმარება რომ რაღაცა უნდა მე რა ასე შემდეგ. რა ზოგადად გვერდში მდგომი ადამიანი ჩდება, რომელიც გეხმარება დაიბრუნო ისევ საკუთარი თავი და დაიბრუნო ისევ საკუთარი ენერგია და ის კონკრეტული შემართება, რომ ძლიერი ხარ და ის შემართება, რომ შენ თვითონ ქმნის შენ ცხოვრებას და იმას რაც გინდა რომ შექმნა, ხო? კი ბატონო, healing. გათავისუფლება აი ამისგან. ეშმაკის ენერგიისგან გათავისუფლება და მონეტების დოზე მაგ ადამიანი, რომელიც იცი როგორი მომენტია, შეიძლება ამ ადამიანმა უცბა ესე მოვიდეს, რაღაც ადამიანი გამოჩნდა ახალი ადამიანი, ისეთი პერიოდი გქონდეს, რომ აი რაღაცა ფინანსურად გიჭირს შეიძლება და უცებ ანუ ესე არსაიდან რა, ანუ რაღაცა ლაპარაკობ ვიღაცასთან, განიხილავ რა ეს დაგემართა ასე შემდეგ და ეს ადამიანი ძალიან შორიდან გაკვირდებოდა ხო, ანუ შეიძლება სრულად ახალი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ანუ ძველი ნაცნობი იყოს, რომელიც ანუ გამოჩნდება და გეუბნება რომ აი მოდი ესე ხო არ ქნა და რაღაცა და ანუ გეხმარება რომ ფეხზე დადგე უბრალოდ მარტო იმიტომ რომ ადამიანია და მარტო იმიტომ რომ ადამიანი ხარ, ანუ ადამიანურად გვერდში მდგომი ადამიანი ჩნდება, ანუ გიბრუნდება ისევ აი ეს გიბრუნდება ნდობის ფაქტორი ადამიანების მიმართ. რაც მე თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ძალიან კარგია, რომ ეს შეგრძნება ისევ გიბრუნდება. ძალიან მიხარია. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გექნება. და გილოცავ ამ წლის დასრულებას და ახალი წლის დაწყებას და ისევ გამეორდები გისურვებ, რომ შეძლო შექმნა ის სივრცე და ის გარემო, სადაც იქნები იმ შეგრძნებით, რომ კი მე აქ უნდა ვიყო. აი ეგეთი გარემო შექმნას გისურვებ. ლამაზო ადამიანო. და გადავალ მეორე დასტაზე. წარმატებები. კარგად. თუ მეორე დასტას არ აპირებ რომ მოусმინო. კი ბატონო. ნახოთ 29. მოგესალმებით. დასტა ნომერი 2. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ.
მიზანი ვიცით, თუ დასაწყის მოусმინეთ, თუ არა და მიზანი არის ის, რომ დავაკვირდეთ, დასთან რომ მე ორი ვინც აირჩია იმ ადამიანთან 2025 წელს ვინ ჩდება. ადამიანი ისეთი ვიღაცა მნიშვნელოვანი 2025 წელს. რა თქმა უნდა, ბევრი სამნიშნელოვანი რამ შეიძლება მოხდეს. ბოდიში ბევრი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში და უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორი გვაინტერესებს, ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ჩდება თუ რატო ჩდება, ვინ არის, რა უნდა, რას გასწავლის, როგორ უნდა მივიღოთ ეს ადამიანი, არ უნდა მივიღოთ ეს ადამიანი, ხო? უბრალოდ რა უნდა იცოდე. რა უნდა იცოდე ამ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც რაღაცას გიცვლის, ხო? შეიძლება უბრალოდ ჩდება ეს ადამიანი, რომელსაც აი ეს არასთქმას გასწავლის, ხო? ანუ ეგეც მნიშვნელოვანია, არასთქმა რო იცოდე. ანუ მოდის ადამიანი ჩდება, რომელიც ისე იქცევა, რომ შეიძლება აქამდე რაღაც თავაზიანობის გამო გაგიტარებინა და რაღაცა და გაგეღიმა და ეხლა უბრალოდ არა, ესე უტრიალდებინა, არა, მოდი, წადი, გაიარე, შენ თავს მიხედე, შენ ცხოვრებას მიხედე. ეგ არის. ანუ შეიძლება მარტო მაგიტო ჩდებოდეს ადამიანი, რომ იგასწავლოს სინანულის და ტკივილის და მწუხარების გარეშე არასთქმა რა, ანუ არა, უბრალოდ. ხომ, ან ჩდებოდეს ადამიანი, ვინც გულის კარს გიხსნის ისე, ხო? ნახოთ, რას გასწავლის ეს ადამიანი, ვინც ჩდება 2025 წელს. დაკონკრეტებას არ ვაპირებ დროის, რომ როცა საჭიროა მაშინ გამოჩნდება ეს ადამიანი. და თუ ფიქრობ, რომ უკვე დროა რომ გამოჩნდეს ეს ადამიანი და საჭიროა უკვე. ესე იგი მალე გამოჩნდება რა. ეგ იცის დრო ყველაფერს თავის დრო აქვს. დავდარა და ნახოთ. Failure and the change. I understand that a mistake is only an opportunity to learn. I understand that nothing can grow or evolve without movement. Okay. Nice. ეს ადამიანი ჩდება იმ პერიოდში, როდესაც რაღაცა არ გამოგივიდა. რაღაცა არ გამოგივა. ვიცი რომ ცუდი მოსასმენია, რას ქვია არ გამომივა. შეიძლება წარსულის ენერგია უბრალოდ რაღაცა არ გამოგივიდა და ეხა ფიქრობდე იმას, რომ რა შევცვალო, როგორ შევცვალო რაღაცა, უნდა შევცვალო ფაქტია და რა გავაკეთო, არ ვიცი. აი მაგ ენერგიაში იყო, რომ რა გავაკეთო. დავიწყებ რაღაცის კეთებას, არ ვიცი, ეს უმარ შეგრძნებაში იყო. და გამოჩნდეს იმ დროს, როდესაც აი ამ ცვლილებებში ხარ, აი ამ ცვლილებების პერიოდში ხარ და ეგ ადამიანი იყოს ერთ-ერთი ის ცვლილება, რასაც შენ სამყაროსგან ითხოვ. ხო? ეგ ადამიანი იყოს იმ ცვლილების ნაწილი, რასაც შენ იხმობ და ითხოვ სამყაროსგან. პირდაპირ ტაროზე გადავიდეთ. იმიტომ რომ ფერი მოცალაპარაკო არ არის პირდაპირ გასაგებია, რაც არის ყველაფერი. ამიტომ ნახოთ ტაროს კარტით. ნახოთ ტაროს კარტით. King of Pentacles. მონეტების მეფეს ვიხმობთ. ფულიანი კაცი, კაია კაცი. ფულიანი კაცი. აია ფულიანი კაცი ახლა ვის არ უნდა ფულიანი კაცი. თან ეს რაღაცას ცეცხლოვანი ენერგიით შემოჭენდება თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ძალიან დიდი მებთ. ფორიაკით და ნებით და ეს რაღაცა ამიცი არა ტრაბახი არ არის უბრალოდ აი რაღაცნაირად ჩდება ეს ადამიანი რა აი რა კარგი ვარ რა მაგარი ვარ ხო მოულოდნელია შენთვის ეს ყოველივე სიკვდილის კარტა მაგ კოშკი მაგ ძალიან ძლიერი ენერგია ეს ტრანსფორმაციული ცვლილება უცაბერი ეს რაღაცა ნუ 180 გრადუსით იცვლება ყველაფერი ეს აი ხიყავი და უცებ აქ ხარ და უცებ რა ხდება სად აღმოჩნდი ვინ არის ეს ადამიანი ხო არა წარსულის ენერგია არ მიჩანს არა წარსულის ენერგია არ მიჩანს ნუ შეიძლება ვიღაცებისთვის იყოს წარსულის ენერგია მაგრამ ეს არ არის რაღაცა ძალიან განსაზღვრული იმით რომ წარსული ეს ადამიანია და ამ ადამიანს უკვე იცნობ ხო ეს არის უბრალოდ აი ის მომენტი რომ იმდენად უცაბედად გატყდება ეს ადამიანი თავს რომ აი
წამიდგილ სულის რა შეიძლება აი მაგ მომენტში ხარ უკვე მისული ხარ ეკამდე რომ აი აღარც იცი თან მისუნდა შესთხოვა მე ერთ სამყაროს რა დაუძახო რა და არ ქვა აი ამ რაღაცას და უბრალოდ მინდა რომ შეიცვალოს ის ყველაფერი რაც ჩემ გარშემო ხდება არ ვიცი ვი რა როგორ მაგრამ მინდა რომ შეიცვალოს და უცებ აი ეს ადამიანი ჩნდება აი ისეთი მომენტი რომ შეიძლება ნომერი შეეშალოს ვიღაცას უბრალოდ და გირეკავს და შეც და ალო და რა ხდება და აი იმიტომ რომ ხმა გაქვს რაღაცა იმიტომ რომ ხმა გაქვს რაღაცა გააბათ უბრალოდ ლაპარაკი და აი ამას აყვეს ხო იმდენად აი ყველანაირად შესაძლებელია ყველანაირი სცენარით განვითარდეს ამ ადამიანის გამოჩენა აი ყველანაირად შეიძლება განვითარდეს ხო ნახოთ ძალიან ჩაგაფიქრებს ეს ადამიანი რაღაცნაირად ცოტა უძილობა დაგეცხება იცი როგორი მომენტია აღონ ანუ მე ზოგადად ადამიანები ხო არიან ჩვენ გარშემო რა და ჯერ არ გეფიქრება რა ეს ადამიანი იქნება შეიძლება მაგას ნიშნავს უბრალოდ რომ ეს ადამიანი იქნება რომელიც ჩაგაფიქრებს და დაგაფიქრებს და ცოტა იმას იზამს რომ აი რა ხდება აი ჩაგაფიქრებს მეთქი ვამბობდა ჩამოკიდებული კაცი ანუ სუბტად რასაც გვია ენერგია რომელიც ცდილობს რომ რაღაცნაირად გაარკვიოს რა ხდება პერსპექტივა შექმნას ანუ ახალი ანუ სხვა კუთხიდან შეხედოს რა სიტუაციას და ცდილობს რომ გაერკვეს და რაღაცა გონება გაასხივოს რა ხდება ეს გარკვევაში იყო რა ხდება და აშკარად სიყვარულია აშკარად ემოცია აშკარად გრძნობა რომელსაც უბრალოდ არ ელოდი ანუ კი გინდოდა ეს ცვლილება და გინდოდა წარმოგედგინა რომ ერთ-ერთი ცვლილებათაგანი რა თქმა უნდა იყოს ადამიანი ვიღაცა ვინც შეგვერდით გინდა რომ იყოს და სიყვარულია ის რამაც უნდა შეგიცვალოს რაღაცეები ხო რის გამოც შეიძლება შენ თვითონ მოგინდეს რაღაცეების შეცვლა ან უბრალოდ გამოჩნდეს ადამიანი რომელიც დაგეხმაროს რომ შენი ცხოვრება შეცვალო და ეს ადამიანი შენი ცხოვრების პარტნიორი გახდეს ხო და ამას შეიძლება ეს გონებაში გიჭირს რომ დაუშვა ხუთიანი ხმლები მაგ ანუ შეიძლება შენ თვითონ ებწოდე რომ არა არ ვიყავი ამისთვის მზად არ არ მინდოდა რომ ეს მოხდარიყო არ ვიცი რა ხდება მაგრამ ფაქტია რომ შენ თვითონ გამოიხმე ანუ ცოტა ფრთხილად უნდა იყო მაგასთან რას ისურვებ და რას ითხოვ ხო ანუ გინდა რომ ადამიანი გამოჩნდეს შენ ცხოვრებაში და რატომაც არა გამოჩნდეს როცა გამოჩნდება მაშინ გამოჩნდეს ხო ფაქტია რომ ადამიანის გამოჩენა ცვლილებებს იწვევს შეიძლება ისეთი ცვლილებები იყოს რომელთაც შენ ფიქრობ რომ მზად არ ხარ მაგრამ მზად ხარ უკვე იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი ცადე, რაც შეიძლება რომ გეცადა იმ კუთხით, რომ მოხვედი ამ ეტაპამდე და მოხვედი ისე, ცეცხლისალი იყო აი ესე, აქამდე მოსული ხელაზე იყო. ხო, შეიძლება ხო, რომ ბევრი რამე ცადე და უბრალოდ დროა უკვე, რომ ვიღაცებთან ერთად ცადო რაღაცეები უკვე. მარტო შეიძლება ახლა საჭირო ცადო ხო კარგი ნახოთ როგორია ეს ადამიანი დავაკვირდეთ მაგრამ ფულიანი როა ეგ ვიცით ხო ნახე ფულიანი არის მაგრამ ახლა შეიძლება თანაც კი ხუმრობდა და გინდოდეს რომ რატომაც არ დამახარჯოს ფული და მომიაროს და რაღაცა და ხო მაგრამ შენ თუნდაც იცი რომ არ ხარ ეგეთი და იცი რომ საქმის გარეშე ვერ შეძლებ რა და რაღაც კეთება მაინც გინდა და იმ რაღაცას გაკეთებადაც აპირებ რა თქმა უნდა მაგით ფულს იშოვი უბრალოდ შეიძლება საწყისი კაპიტალი იყოს რაღაცა საჭირო და შეიძლება მაგაში დაგეხმაროს ადამიანი ხო ნუ მაგასაც მნიშვნელობა არ აქვს მაგაში არ დაგეხმარებ შეიძლება უბრალოდ ისე დაგიდგას გვერდში იმდენად მორალურად იმდენად ძლიერად იმდენად მყარად რომ
შეეძლო, რომ ანუ ამაზე ფოკუსირება აღარ მოგიწიოს ადამიანზე, რომელსაც ეძებდა გინდა რომ გიყვარდეს ვიღაცა და ასე შემდეგ და ეგ აღარ გქონდეს საზრუნავი და მაქსიმალურად შეძლო ფოკუსირება და ანუ კონცენტრაცია შენ საქმეზე უკვე ხო? ყოველ შემთხვევაში როგორი ადამიანია ოთხიანი მონეტები, რვიანი მონეტები, მაგრამ საკმაოდ ისეთი მყარი, ძლიერი, ფულზე ორიენტირებული, საქმეზე ორიენტირებული, მიზანმიმართული, ანუ ოთხიანი მონეტები. აქ ორი ვარიანტი მაქვს, ერთი ესაა, რომ შეიძლება ცოტა თავის ფულთან დაკავშირებით იყოს თავიდან possessive, ანუ მესაკუთრე იყოს ცოტა ფულთან დაკავშირებით და შეიძლება რაღაცა მომენტში კი დაინტერესო რაღაცა ისეს, მაგრამ ცოტა ნელ-ნელა დაიწყოს ფულის ხარჯვა შენზე კონკრეტულად საჩუქრებზე და რაღაცა, მაგრამ იმიტომ რომ უყვარს საჩუქრების შუქება, უყვარს რაღაცა, მაგრამ აი ეს როგორი მომენტი აქვს, რომ არ უნდა რომ ისე გამოვიდეს, რომ თითქოს ვიღაცა იყენებს ფულის გამო, იმიტომ რომ ეგ გამოცდილება აქვს. ხო და ნელ-ნელა გაიხსნებით, ასე ვთქვათ, ხო? და ამავდროულად რადგანაც არის ესეთი მესაკუთრე, შენს მერედაც მესაკუთრე იქნება, ძალიან მესაკუთრე იქნება თან, ანუ ეჭვიანიც იქნება, მაგრამ ეგეთი ეჭვიანიც არ არა, ანუ მესაკუთრეს რა ეჭვიანობაც საჭიროა რომ კონდეს, ჯანსაღი დოზის ეჭვიანობა ექნება რა. აი ნახოთ როგორია ეს ადამიანი. ოთხიანი კვერთხები, ანუ აშკარად ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივად ორიენტირებული რაღაცა კონკრეტულ სტაბილურ მყარ სისტემაზე, რის შექმნაც უნდა და სურვილი იმის, რომ ჰარმონიული გარემო კონდეს შექმნილი. სულელი. დანდარადამ. ახალია რისკია ამ ადამიანისთვისაც, სრულად ახალი გზნობა, სრულად ახალი ემოცია, ის რომ შენ რაღაცებს გიცვლის, ამ ადამიანის ცხოვრებაშიც იცვლება ძალიან ბევრი რამე, ხო? ანუ არც ეს ადამიანი ელოდება იქის კოშკი და ტრანსფორმაცია რა მქონდა, ეს უკეთეს კარიერა ერთდროულად ეს ამხელა რაღაცა არ მექნებოდა, რომ არა იმ ადამიანშიც ეგეთი შეგრძნება, რომ რაღაცა ანუ მოკლედ ორივეს გინდოდათ ერთმანეთი რომ გეპოვნათ და იპოვეთ ერთმანეთი და აწი შეირგეთ რა, ეგეთი ენერგია, რაც ძალიან მოვწონს და რაც ძალიან ბახანებს ლამაზო ადამიანებო. მე ყველაფერი კარგად გექნებათ და რავი, დროებით. ნახოთ. მივესალმები დასტა ნომერ 3-ს. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ, საინტერესოდ. და დავაკვირდეთ დასტა ნომერ 3-თან ვინ ჩდება 2025 წელს ისეთი ადამიანი, ვინც მნიშვნელოვანია. რომ ეხლა ვიცოდეთ, მოსულად ახლა ვიცოდეთ ამ ადამიანზე. Hello. ძალიან გამიხარდა რომ დამიწერეთ. მეთქი გასაგებია უკვე რატო იმაშენი ხოლმე მეთქი hello-ს. მოკლედ, ლამაზო ადამიანებო, ნახოთ, ადამიანი ვინ ადამიანი ჩნდება თქვენს ცხოვრებაში 2025 წელს, ვინც არის მნიშვნელოვანი და ახლა ამ მომენტში უნდა იცოდე ამ ადამიანზე, ხო? ნახოთ. რას გასწავლის ეს ადამიანი პირველ რიგში? ოკეი. დასტა ნომერი 2 აშკარად გადმომყვა დასტა ნომერ 3-ში. და ზუსტად ერთი ენერგია და იქაც ეს კარტები იყო, აქაც ეს კარტები იყო. არ ვიცი გავაგზავნოთ თუ არა ეხლა ამაზე გაშლა. ანუ უბრალოდ შეიძლება დამთხევა იყოს და ხო? არ ვიცი დამთხევა იყოს თუ დამთხევას დავაბრალოთ თუ ანუ უბრალოდ იმ დასტა ნომერმა პირველმა უნდა დასტა ნომერმა მეორე უბრალოდ თქვენ ახლა ვინც სამი აირჩიეთ, მეორესაც უყურეთ. ამას გავაგზავნებ, შეიძლება ეს კონკრეტული ენერგია შენი იყოს. დასტა ნომერ 2-თან ორი ვინც აირჩია, იმასაც იგივე ენერგია ქონდეს და შენც იგივე ენერგია. ან ორი მესიჯია თქვენთვის მოსასმენი რა, ანუ ორი ადამიანი ჩნდებოდეს მნიშვნელოვანი. პირველ დასტაში იყოს ის ადამიანი, ანუ მეორე დასტაში იყოს ის ადამიანი, ვინც ჩნდება და ვინც მართლა ძალიან კარგი ტიპია.
და ერთმანეთი გინდოდათ, სასიყვარულო ენერგია იყო და აქ ნახოთ რა ენერგია იქნება. დავაკვირდეთ, შეიძლება ისეთი ადამიანი ჩნდებოდეს, რა განსხვავებული სხვა, მაგრამ ეგეც მნიშვნელოვანი იყოს თქვენი ცხოვრებისთვის, ხო? იმენა ძალიან არ დაგაბნიათ. ხო, ყოველ შემთხვევაში ეს ენერგია რაც ამომივიდა, ზუსტად იგივე იმაზე არის რა, ანუ რაღაცა კონკრეტული კენი არ გამოგივიდა, კენი არ გამოგივიდა, გინდოდა გექნა არ გამოგივიდა, ანუ ცდილობ არ გამოგდის და ну იაზრებ რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, რა რაღაცა უნდა შეიცვალოს ცხოვრებაში და აი ამ ცვლილებების პერიოდში ხარ და ჩნდება ადამიანი. Queen of Coins is King of Coin-ით დაიწყო, ეს არის Queen of Coin. ანუ დავიჯერო დასტა ნომერი 2 ვინც აირჩია. იმას შეხვდა დასტა ნომერი 3 ადამიანი ხვდება. ანუ ერთმანეთს ხვდებით. და დასტა ნომერი 3 ვინც აირჩია, იმას ხვდება დასტა ნომერი 2 ადამიანი. მიწის დეკია მაქვს. The Empress. ორიანი მონეტები, რვიანი მონეტები, ოთხიანი მონეტები, ზუსტად იგივე ენერგია მაქვს. რაც ცოტა არ იყოს და მაბრაზებს. Now I want justice, page, quartrelis, page, monetების, manifestation, magician, ace of coins, chariot, knight of swords, and the world. Somehow, okay. მოკლედ, ყოველს ადამიანებო ესეთი ამბავი გაქვს. აქ ამ დასტაში, როგორი რაღაცა ხდება, იცი? ანუ ძალიან სპეციფიურია, ძალიან სპეციფიურია და არ არის აუცილებელი ეს ყველასი იყოს და როგორც კი მიხვდები რომ ეს შენი არ არის, უბრალოდ უნდა შეეშვა ამ გაშლას და რავი, სხვა ვიდეოები ბევრი მიდევს და იქიდან შეიძლება ამოარჩიოთ რაღაც და მოусმინოთ რა. რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ერთი ვარიანტია ის, რომ აი ეს დასტა ნომერი 2-ში ვიღაც ადამიანი ჩდება, ის ადამიანი ჩდება ძალიან მალე და შემდეგ უკვე ძალიან მალე ჩდება უშუალოდ ბავშვი. ვისაც გაქვთ ამისი უნარი, ხო? იმიტომ რომ აქ დედის ენერგია მაქვს, ორსულობის ენერგია მაქვს, მოულოდნელი ეფექტები მაქვს, შემზადება მაქვს, ახალი წრე მაქვს, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა მისასხმავს აქ კარტში, იმას რომ შეიძლება ვიღაცა ორსულად იყოს და გააჩინოს ბავშვი შემდეგ. თუ ამისი უნარი არ აქვს და ის ადამიანი ვიღაცა ვინც გამოჩნდა დასტა ნომერ 2-ში შენთან უცაბედად ხო ამ დასტაში უკვე ამ ადამიანთან ერთად შექმნილი შენი ცხოვრება როგორ რაღაცას გიქმნის იცი ანუ რაც იქნება თქვენ შორის ისეთი შეგრძნება გაქვს რომ ანუ იზიდავ შემდეგ უკვე ბავშვებს როგორ თქვა იცი ანუ შეიძლება იმ ადამიანს ყავდეს ბავშვი და ეს ბავშვი შეიძლება შენი გასაზრდელი იყოს. ან უბრალოდ ისეთ საქმე დაიწყო და იმ ადამიანს ისეთ საქმე ქონდეს და იმ ადამიანთან ერთად დაიწყო რაღაცა ისეთი საქმე, რომ შეიძლება პატრონი ბავშვთან თავშესაფრები რო არის მათ ეხმარებოდა ვიღაცასთან სკოლა შექმნა ან რაღაცა. ხო, ანუ ძალიან ბევრი რამე, ანუ ძალიან ბევრი ენერგიას იზიდავ და პატარა ენერგიებს იზიდავ, ესე მაჩვენებს რა, შეიძლება სულ ახალი ცხოველი შემოიყვანოთ თქვენ სივრცეში რა. ანუ სიმარტოვე არ მაქვს აქ, ანუ უკვე მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ აი ერთი კონკრეტული განსაზღვრული ჩამოყალიბებული ენერგია ხარ უკვე, რომელმაც იცის უკვე რა გინდა, უკვე შეცვლილია რაღაცა და ეს ცვლილება გამოწვეულია აი იმ ადამიანით, ვინც გამოჩნდა, მაგრამ აი იმიტომ რომ იმ ადამიანი გამოჩნდა და იმ ადამიანს დაუკავშირე შენი ცხოვრება ამის ხარჯზე
ადამიანს რო გევეძებ ენერგიას ვინ ჩდება მეთქი კიდე ჩდებიან ეს პატარ-პატარა ენერგიები ანუ გოგოები ბიჭები რაღაცა რომ პატარა ენერგიები ჩდებიან რა თავი მტკივა უკვე იმიტომ რომ რთულია ამისი ახსნა და გააზრება და გადმოცემა რა ხდება აქ ამ მომენტში ანუ ერთადერთი რაც ვიცი ეს არის რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხდები ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან მალე და შეიძლება ამისთვის არ იყო მზად, მაგრამ შეგიძლია რომ იყო მზად აქ ენერგია ისეთი, მაგრამ შეგიძლია ყველაფერი. უბრალოდ შენ თავს არ უნდა შეუდიო და არ უნდა იმას ქნა, რომ არაფერი არ გამომდიოდა და რაღა ეხა გამომივა, არა. ნატრია ეს უკვე შენი სურვილია რომ გინდა რომ შეცვლილიყო ყაზილზე რაღაცა და შეიცვალა და ის ცვლილება რაც მოხდა, მაგისთვის მზად ხარ, მზად ვარ ყოფილიყავი არ მოხდებოდა რა, ეგ რაღაცა. ხო, ზოგიერთ თქვენგანი მიდიხართ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. ხო, რაღაც საქმე, სამსახური მუშაობა, ძალიან ბევრი მიწიერი ენერგია მაქვს და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება და ეს ადამიანები, გოგონები პატარები არიან შენთან შედარებით რა, ასაკობრივადაც, აზროვნებითაც, ანუ ვერ ხვდები ძალიან მაბნევთ. არ ვიცი. არ ვიცი. მოკლედ, ანუ არ მინდა გეწყინებათ, ან არ გეწყინებათ, არ მიიღოთ ცუდად, უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაცა არის ჩარეული უკვე და რომელსაც მე ვერ ხვდები და მე ვერ ვიგებ და მე ვერ ვიღებ. ხო. არ გავაგრძელებ ამ გაშლას, კონკრეტულად ამ ენერგიაზე. და შევეცდები, რომ ისეთი რაღაცები გამოვიტანო, ისეთი მესეჯები, რაც უნდა იცოდე ზოგადად. რა უნდა იცოდეს ზოგადად დასტანოებმა სამმა, ვინც აირჩიეს. და ვინც ჩემ ტანჯვას უყურეს. ჩემ ტანჯვას უყურეთ. ატენტასები მაქვს, მიხარია, კარგია, ამაზე ენერგია გაქვს. ნახოთ რა უნდა იცოდეს. ხუთიანი ხმლები, ოთხიანი თასები. კონფლიქტი გაქვს თავში ვიღაცა ადამიანის მიერ ნათქვამზე, ვიღაცა ადამიანის ნათქვამზე გაქვს კონფლიქტი საკუთარ თავში და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შეეწინააღმდეგო იმ ადამიანის ნათქვამს, ანუ რაღაცნაირად დაგრძნობინა თავი ადამიანმა და ვცდილობ, რომ ეს გრძნობა და ეს რაღაცა კონკრეტული ემოცია მოიცილო. რას ეხება ეს? ხო, ეს არის როგორი რაღაცა გამოვლილი, იცი, ანუ ვიღაცა შეიძლება მოგწონდა, ან ვიღაცა შეიძლება მოეწონე და გითხრა რომ მოეწონე და შენ მაშუპი რომ ანუ არ ვიცი რაღაცნაირად და არ მოგწონს ეს ადამიანი და თუ არ მოგწონს გაუშვი მაგაც სენერგიულო არ გაქვს. ამ პირიქით შენ მოგწონდა ვიღაცა ადამიანი და ნუ ისე მოხდა რომ არ გამოვიდა რაღაცა და ცდილობ რომ ეხა ეგ ადამიანი დაივიწყო. არც ეგ არის პრობლემა. გაუშვი იმიტომ რომ სულად ახალი ენერგია შემომდის, სიკვდილის კარტი მაქვს, სულელის კარტი მაქვს და ესო ვანც, ანუ კვერთხების ტოზი მაქვს. რაც მეუბნება, რომ სულად ახალი საწყისი მაქვს შენ ცხოვრებაში, რომელიც მოითხოვს შენგან რისკს და დანებებას, ასე ვთქვათ, მიმართვას შენი ენერგიისას იგიტკენ, რომ ნუ რა აზრი აქვს წარსულში ქეკვას და წარსულის რაღაცების გახსენებას და ბლა ბლა ბლა, მოდი მივყვები მომავალს და აი ეს მომავალი ზუსტად მაძლევს აი იმ ცვლილებას, რასაც შენ ითხოვ შინაგანად. 4-იანი მონეტები მაქვს. 4-იანი მონეტები, 2-იანი მონეტები მთლიანობაში 6-იან მონეტას მიგნის, ეს არის გაცვლა-გამოცვლა ენერგიის და ეს არის დაბალანსება, როგორი რაღაცას იცი, ანუ საკმარისად გექნება უკვე იმდენი, რომ საკუთარ თავსაც გაუფრთხილდე და შეძლო სხვებისთვისაც გაანაწილო სხვებთანაც აი შენი გონება, ასე ვთქვათ, ხო, ის რაღაცა რა ის განაწილებაც მოგინდება და იმპერატორი ქალის ენერგია ისევ მაქვს. რაც მეუბნება, რომ ანუ აშკარად მზად ხარ იმ ახალი ემოციების და ახალი სიყვარულისთვის, რაც შენამდე შემოდის და ისევ იმაზე ბავშვები არიან, ანუ ისევ იმაზე ვფიქრობ, ხო, ანუ ისევ ის ენერგია მოდის, რომ ანუ ორსულობის ამბავი თუ ვინმე არ გინდათ რომ დაუსრულოთ, ხო, გაუფრთხილდეთ თავს, ანუ ძალიან ბევრი რამე არსებობს მაგისთვის.
ან შეიძლება ძალიან გინდა რომ დავასრულდეს და მოხდეს ეგ რომ დავასრულდები რა. ყოველ შემთხვევაში ისე მაბნევს ეს ენერგია. არ ვიცი, შეიძლება ბევრია თქო რომ შეიძლება ტყუპები იყოს, ანუ ვერ ვხვდები. ან უკვე ხარ ტყუპებს დავასრულოთ და რაღაცნაირად შეხვედრას ელოდები, ეს 25 წელს უნდა მოხდეს და ნუ ხო ახლა 26 წლამდე ვერ გაგრძელდება 9 თვეა ბოლო ბავშვი. ხო, ანუ ძალიან ბევრი და კარგი ენერგია გაქვს, რომელიც მე მაბნევს და ჩემ გონება აი აქ მიჭერს უკვე და ძალიან მტკივა თავი და შეიძლება ჩემს ძალიან მტკივა თავი და მინდა რომ ყველაფერი კარგი გესურვა. ვიცი რომ ეს გაშლა რაღაცა ძალიან ქაოტური იყო და შევეცდები რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად დალაგებული იყოს ეს ყოველივე და ძალიან სპეციფიურია, ვიცი და რამდენიმე შეიძლება ერგებოდეს მხოლოდ და ყველას ვერ. და ნუ თუ მაინც აქამდე გაძელი და მაინც მე ნუ რაღაცნაირად არ მემთხვევა, პირადი გაშლა ჯობია რომ ყოველთვის შევუკეთო ესეთ დროს და ზოგადად ენერგიაში არ ჩაერიო. მოკლედ ლამაზ ადამიანებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ და დროებით